როგორ ვითარდება ტაეკვანდო გორში? გაგაცნობთ თამაზ სამხარაძეს, რომელიც სპორტის ამ სახეობას უდგას სათავეში. ამ მიმდინარეობას 60-მდე ახალგაზრდა უკვე დაეუფლა და არაერთ წარმატებას მიაღწია. მე ვარ თამაზ სამხარაძე, გორში ტაეკვანდოს დამფუძნებელი. ტაეკვანდო შემოვიტანეთ ჩვენ გორში, რომელზეც ვარჯიშობთ უკვე თითქმის 10 წელია. არის ძალიან სპეციფიური სახეობა, აღმოსავლური ორთაბრძოლებიდან ერთადერთია, რომელიც შესულია ოლიმპიადაში. ჩვეულებრივად, როგორც სხვა სპორტებში იღებენ ოლიმპიადაზე მონაწილეობას, ისე იღებენ ჩვენთანაც ოლიმპიურ ოქროს. ჩვენთან ვარჯიშობთ სადღაც 50-60 მოსწავლე. აქედან გენდერული ბალანსი დაცული გვაქვს, როგორც გოგოები, ასევე ბიჭები. შეუძლიათ ორივე სქესის წარმომადგენლებს მოვიდნენ და ივარჯიშონ. ყავს ძალიან წარმატებული სპორტსმენები, სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებულები, საქართველოს ჩემპიონები. ვემზადებით სხვადასხვა ტურნირებისთვის, არ ვზოგავთ ენერგიას, რომ მივახციოთ იმ დასახულ მიზნებს, რაც გვაქვს. უკვე მესამე წელია ტაეკვანდოს დავდივარ. თავდაპირველად რომ მოვედი, არ მქონდა ის დიდი მიზნები, მაგრამ ნელ-ნელა იმდენად შემიყვარდა და ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რომ ვეღარ ვძლებდი უკვე ვარჯიშის გარეშე, ხაც კი ყოველდღიურად მოვიდი ყოველ კვირაში, არ შემიძლია. მერე წარმატებებმა საქართველოს ჩემპიონი გავხდი. თავდაპირველად მეორე ადგილი ავიღე, მაგრამ შემდეგ უკვე დავხვეწე და ავიღე პირველი ადგილი. ამან უფრო мотиваცია მომცა, სხვათა დროს უფრო შემართებით გავდიოდი და პირველ ადგილებს ვიღებდი. შემდეგ მეორე დღეს საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ამან თქონდა мотиваცია დამიტოვა. Jumbi. Ის სტერეოტიპები ყოველდღე მხვდებოდა ხოლმე, უფრო მეტად ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ ეხლა მივეჩვიე ამას და მაგალითად სახშიც კი მესმის ხოლმე ეგ მომენტი, რომ გოგო ხარ და რაც გინდა, მაინც ვარჯიშზე მიდიხარ და არ მოეშვი ამ ვარჯიშს. თან ისეთი შეგრძნება ქონდა თავიდან რომ მივედი, რომ მალევე უნდა გამოსულიყავი, ანუ ყველა ძალიან ჩვეულებრივად უყურებდა, მაგრამ მე მოეწონა დადებული შედეგი და უკვე სხვანაირად შეხედეს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერაც ქონდა ოჯახიდან, ეგრე არ ყოფილა. რატომ ტაეკვანდო? პირველ რიგში სიმაღლე მიწყობს ხელს, ასევე მოქლილი და გაწერილი ვიყავი, ის ხომ ანუ კაატეს დავდიოდი ადრე, რამაც უფრო საფუძველი ჩაუყარა ამ სპორტს და შემდეგ უფრო კარგი ვერსია ვნახე კაატესა, ანუ ჩემთვის უფრო შესაფერი ისი და მაგით გადმოვედი აქეთქი. უფრო მეტად ფეხზე აქ დატვირთა ტაეკვანდოს და ამიტომ მერჩინა ჩემთვის. ტაეკვანდო ჩემთვის ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში და მე მხოლოდ იმით ვარ დაკავებული. ასევე ვსწავლობ უნივერსიტეტში, მაგრამ თავდაპირველი ფოკუსი არის სპორტი და ვარჯიშობ დიდი ხანი როგორც დილაობით, ასევე საღამოობით. იმისათვის რომ გახდე ტაეკვანდოში ან ნებისმიერ სპორტში, ნებისმიერ სხვა დარგში საუკეთესო და შეხვიდე ეს პროცენტში, საჭიროა გაიღო ძალიან ბევრი მსხვერპლი, როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კარიერაში. ძალიან ბევრი დაბრკოლება დაგხვდება და გენდობება, რომ თავიდან ანებო ან არ გამოგივა, მაგრამ რაც თავარია, არ შეწყვიტო და მუდამ განაგრძო ცდა და ჭკვიანი მიდგომით, რასაც ქვია და დაუღალავი შრომით აუცილებლად მიაღწევ შედეგს. სანამ შედეგს არ დადებ, მანამდე დიდად არ არის გულშემატკივრობა, არც დიდი თანადგობა, მაგრამ თავარია დისციპლინა და мотиваცია. შენით რომ გააგრძელო ვარჯიში და საბოლოოდ მიაღწიო შენ მიზნებს. და შრომა ყოველთვის გამოიღებ შედეგს, რაც არ უნდა რთული გზა იყოს გასავლელი. საჭიროა რომ ვივარჯიშოთ, იმიტომ რომ ჯანმრთელები ვიყოთ. კარგია ტაეკვანდო, სპორტი კარგია. ვზოლობთ იმისთვის, რომ მივახციოთ სხვადასხვა დონის შეჯიბრებზე გამარჯვებას. Thank you.